რამდენად დაცულია უსაფრთხოება სასწავლო დაწესებულებებში სამტრედიის რაიონში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ეს საკითხი დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა. განათლების საკითხებზე ომუშავე არასამთავრობოების შეფასებით დღეს არსებული სისტემა არასაკმარისია, თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებენ სანიკიძის უწყებაში. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში მანდატური სამსახური მხოლოდ დიდი ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში მოქმედებს. სკოლის ორი დარაჯი სოფელწნისში მდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოებას იცავს. მოსწავლეების დაცვა თემურთაბაგარს სასწავლო პროცესის დროს ევალება. მხოლოდ ის აკონტროლებს ყველაფერს, ვინ შედის სკოლაში, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ მას სხვა ფუნქციაც დაუმატა. 4 სეზონია უკვე მუშაობა. რაც ევალება და ჩემ ფუნქციებში შედის, ვასრულებ. დარაჯის მოვალეობა, წესრიგის დაცვა. სკოლის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები საკმარისია. წნისის საჯარო სკოლის დირექტორი დაცვის გაძლიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ კი ძალადობის ფაქტები მოიმატებს. გზავსი ფაქტები თუ გახშირდა, რა თქმა უნდა, სკოლას სხვა ტიპის შენიშვნები ექნება, კერძოდ ის, რომ თქვათ მანდატური. სოფლის სკოლებისგან განსხვავებით უსაფრთხოების საკითხი შედარებით უკეთესია თბილისის და სხვა დიდი ქალაქების საჯარო სკოლებში. თითქმის ყველა მათგანის შემთხვევაში სკოლის კარი გაკვეთილების დაწყებისთანავე იკეტება და უცხო პირს არ უშვებენ. თანამშრომელი ამისთვის გამოყოფილი, რა თქმა უნდა, გარდა ამისა, ჩემი პირველი მოადგილეს თხას ხოლმე კარებში, მეც რა თქმა უნდა, დილით და ასე შემდეგ, ანუ უცხო პიროვნება, სანამ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ვერ შეძლებს სკოლაში შემოსვლას. არსებობს ასევე სამეთვალყურეო კამერები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ კონკრეტულად გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით ვიზრუნოთ ბავშვთა უფლებების დაცვაზე. სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების არსებული სისტემა დამაკმაყოფილებელია განათლების სამინისტროსთვის. უწყებაში ამბობენ, რომ მანდატური სამსახურის არსებობა სწორედ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ნაწილია. თუმცა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ისევე როგორც სამტრედიაში, სოფლის სკოლების დიდ ნაწილში მანდატურები არ არიან. სწორედ დაცვის არარსებობის გამო მოხდა გუშინ სამტრედიის სკოლაში ინციდენტი, როდესაც შეიარაღებულმა პირმა გაკვეთილზე მასწავლებლის დაყაჩაღებას სცადა. კონკრეტულად მანდატური სამსახურს რაც შეეხება, აქ არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც გაწერილია ვადაში, რომ მოხდეს შესაბამისად სკოლების მოთხოვნების და საჭიროების შესაბამისად მანდატურების წარდგენა კონკრეტულ სკოლაში საქმიანობის განხორციელების მიზნით. საჯარო სკოლებში არსებული უსაფრთხოების სისტემა საკმარისი არ არის განათლების საკითხზე მომუშავე არასამთავრობოებისთვის. სასურველია, რომ სკოლას ჰქონდეს იმის რესურსი, რომ მოახდინოს პრევენცია. სკოლაში უნდა კონტროლდებოდეს, ვინ შედის. უცხო პირების შესვლა უნდა რეგულირდებოდეს აუცილებლად. ამ დროისთვის სკოლებში უსაფრთხოების დაცვის ყველაზე რეალური მეთოდი ეგრეთ წოდებული ჩაკეტილი კარი რჩება. თუმცა სოფლის სკოლებში ხშირ შემთხვევაში დაცვის განსხვავებულ გზებსაც მიმართავენ.